ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული და საინტერესო კითხვაა, რომელზეც ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. რეალურად, მსოფლიო მართვის ერთიანი ცენტრი არ არსებობს. ძალაუფლება გადანაწილებულია სხვადასხვა მოთამაშესა და ფაქტორს შორის, რომლებიც ერთმანეთთან მუდმივ ურთიერთქმედებაში ან კონფლიქტში იმყოფებიან. აი, ძირითადი ძალები, რომლებიც დღევანდელ მსოფლიო წესრიგს განსაზღვრავენ. 1. სახელმწიფოები და გეოპოლიტიკა. ტრადიციულად, ძალაუფლება დიდ სახელმწიფოებსა და მათ გაერთიანებებს ეკუთვნით. ზესახელმწიფოები, აშშ, ჩინეთი და ევროკავშირი ფლობენ უდიდეს სამხედრო, ეკონომიკურ და დიპლომატიურ გავლენას. საერთაშორისო ორგანიზაციები, გაერო, ნატო, G7 და დიდი ოცეული, G20, ქმნიან წესვებს, რომლებითაც ქვეყნები ერთმანეთთან ურთიერთობენ. 2. გლობალური ეკონომიკა და კორპორაციები. ბევრს მიაჩნია, რომ დღეს ფული უფრო მეტ წყვეტს ვიდრე პოლიტიკა. ტრანსნაციონალური კომპანიები, ისეთი გიგანტები, როგორებიცაა Apple, Microsoft, Amazon ან Alphabet, Google, ხშირად იმაზე მეტ რესურსს ფლობენ, ვიდრე საშუალო ზომის სახელმწიფოები. ფინანსური ინსტიტუტები, საინვესტიციო ფონდები, მაგალითად BlackRock ან Vanguard, მართავენ ტრილიონობით დოლარს და გავლენას ახდენენ გლობალურ ბაზრებზე. 3. ტექნოლოგიები და ალგორითმები. თანამედროვე სამყაროში ძალაუფლება ინფორმაციაზე წვდომაშია. ალგორითმების გავლენა, სოციალური მედია და საძიებო სისტემები განსაზღვრავენ, რას ვხედავთ, რას ვფიქრობთ და როგორ ვიღებთ გადაწყვეტილებებს, მათ შორის არჩევნებზე. ხელოვნური ინტელექტი. AI-ის განვითარება ახალ ეტაპზე გადადის, რაც მომავალში შესაძლოა ძალაუფლების სრულიად ახალი ფორმების წყარო გახდეს. დასკვნის სახით, შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოს მართავს ინტერესთა ბალანსი და ქაოსი. არ არსებობს ერთი საჭე. არსებობს მილიონობით ადამიანი, ათასობით ორგანიზაცია და რთული ალგორითმები, რომლებიც მუდმივად ეჯახებიან ერთმანეთს. ეს უფრო ჰგავს გიგანტურ ცოცხალ ორგანიზმს, ვიდრე მკაცრად იერარქიულ სტრუქტურას.